გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პარანორმალიდან. ვეგახლავთ გიორგი მიქაელაძე, პარანორმალის ექსპერტი, ხოლო ჩემი დამხმარე სანდრო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ერთ-ერთ ოჯახში, კახეთში, კონკრეტულად ახლა მისამართს არ ვასახელებთ, რა თქმა უნდა, არც არის ეს საჭირო, მაგრამ ეს გახლავთ ერთ-ერთი ოჯახი, რომელმაც დასახმარებლად მოგმართა და ჩვენ უკვე გადმოგვეგზავნა ვიდეოები გარკვეულწილად მაყურებელმა ნახა კიდეც და გაეცნო ამ მოვლენებს. ეხლა სწორედ ამ ოჯახში ვართ ჩვენ. საინტერესო ფაქტი ის იყო, რომ 200 წლის წინანდელი ნაეკლესიარი ადგილები, ანუ სადაც ეკლესია იყო დაფუძნებული და შემდეგ შემორჩენილი არის რაღაცა ნიშები, ანუ ეხლა დღეს გავეცნობით ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავესაუბროთ თავად ოჯახის მეპატრონეებს და ისინი თავად გვეტყვიან, რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ამ ოჯახში. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. თუ შეიძლება გითხარით, საიდან დაიწყო ეს მოვლენები ამ ოჯახში და რა ძალები გაწუხებენ, რა განვითარდა საერთოდ ჩვენს ჩამოსვლამ? აქ დაიწყო ყველაფერი იქიდან, რომ თავიდან იყო ამ ოჯახში, სულამდე გაარსულდებოდა სიტუაციები, მოხდა ესეთი რაღაცები, რომ იყო ძახილის ხმები, შემდგომ იყო უკვე ჭერზე სიარულის ხმა, შემდეგ იყო უკვე რაღაც საგნების თითქოს დაცემის ხმა, შემდეგ უკვე თითქოს რაღაცას კარების გაღების უცდელობა იყო და თითქოს ორჭყნიდა. შემდეგ ხდება ესეთი რაღაც უკვე გარბენის ხმა იყო ჭერზე, შემდეგ პადულიდან რაღაცა უცნაური ხმებიც იყო და იყო კიდე ის, რომ სუნი გამოდიოდა ერთ-ერთი ოთახიდან კიდევაც და ერთი წამით მოდით ახლა რაღაცას კონკრეტულად თან როყვებით ჩემ კითხვებზე, ანუ დაკონკრეტება გჭირდება. დავიწყოთ იქიდან. რა ძახილის ხმები ისმოდა? ანუ პირდაპირ სახელებით მოგმართავდა რა. რაღაცა ძალა, რომელიც არ ჩანდა. არ ჩანდა, მაგრამ ჩვენ სახელებს გვეძახოდა. ღამის ჩვენ შემთხვევაშიც, ხო? კი. ანუ ორივეს ნათლად, პირდაპირ გასაგონად, რაღაცა ძალა სახელებით მომმართავდა. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება სუნს, დავაკონკრეტოთ. რას ვამსგავსებთ ამ სუნს და რაღაც საყროლებული სუნი, ანუ რაღაც საყროლებული ხორცის სუნი თითქოს. თითქოს გახსნილი ხორცის სუნი. თითქოს რაღაცა გადახსნილი ხორცის სუნი იყო, ერთი საზღარის სუნი იყო. სამ ჩამოხვიდოდით 3 დღის მანძილზე გრძელდებოდა ეს ყველაფერი. და გუშინ კიდე პადვალებს გავხსენით, აკეთეთ პადვალი გავხსენით და იქაც იგივე სუნი იყო სხვათა შორის. კი ბატონო, სანამ ჩამოვიდოდით ბოლო ღამეს, ანუ უბრალოდ დღის განმავლობაში. დღე იყო 7 საათი. კი ბატონო, რა მოხდა? თუ შეიძლება რომ მოგყვეთ. რა მოხდა და რომ ჩავედი, ავხადე აქ ჩავედი, მეთქი აბლაბუდე ჩამოვწევი. ერთ-ერთ სარდაფსია. ერთ-ერთ სარდაფსი. და რაღაცა შამბოჭა. არც იქით მიშვი და არც აქეთ. და რაღაცნაირად თავი ძვლის დავახციე. მაინც გამოვედი. ანუ გინდოდათ გემოძრავათ, მაგრამ შემოჭილი იყავით. კი ბატონო. შამბოჭა. და რა იგზენით კიდე? ტემპერატურის დაცემა ამას. და ეს იცივე ამით ეხლა და ვერც ვინძრეო და ძვლიზლობით გამოვედი. ეხლა დავაკონკრეტოთ. როგორი სიცივე იყო? ეს იყო მომენტალურად გამყინავი თუ უბრალოდ რაღაცა შიშის ფაქტორი რომ ვიტყვით ხოლმე რომ დამბუძი რაღაცა და გამაშიშა ადგილის. დიახ, მეუღლე მაგ დროს გეძახოდათ რა? მეუღლე კი დაბლა ჩამოვიდა და მე ერთი ეგ შევძახე რომ ადი მაღლა მეთქი, აღარ ჩამოხვიდი. მე ვიყავი უშუალოდ პირდაპირ პადუს ჩასასვლელთან იყო და ადი მეთქი ნუღად ჩამოხვდა. კეთილი. თქვენ მაგ დროს ეძახოდით მეუღლეს, ხო? კი, ვეძახოდი და ძვლის გამოვიდა პადუსთან. მეუღლის ლაპარაკი გესმოდათ მაგ დროს? კი, მესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემით თავი არ ამქონდა. მეგობრებო, ერთადერთი ძახოდა მხოლოდ იმას, რომ ნაკურთხი წყალი მომაწოდეო და მეთქი არ მოგაწვდი, იმიტომ რომ შენ თუ რა მოხვიდე მაგიდან და მე მეთქი როგორც ექსპერტმა მითხრა მეთქი სამეს თავს არ დაგვესხმება, მანამდე ვერ გამოვიყენებ ნაკურთხი წყალს მეთქი. დიახ, მეგობრებო, არის გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ამის საშიშროება, რომ თუ კი ადამიანის სიწმინდის გამოყენებაზე გადავა, შესაძლოა რომ უარესი, ასე ვთქვათ, პირდაპირ თავდასხმაში გადავიდეს ეს ყველაფერი. მე მაგის შემეშინდა ზუსტად და არ გამოვიყენა წყალი. დიახ. და როგორც ხედავთ, მშვიდობიანად დავთავრდა ეს ყველაფერი, რომ მოვადიეთ. კი ბატონო. შემდგომ რაღაც როგორ მოგეშვათ? ანუ როგორ გაიარა ამ ამბავმა? რო ამოვიდა ეს რაღაცა დაბნეული ვიყავი და რას ვაკეთებდი არ ვიცოდი. სიცივე ჩამოგშორდათ?
სიცივ ჩამოსულა ცოტა ხნის მერე, თავიდან არა უცბად არ ჩამო. მე რომ ამოვედი პატრის ჩამოსასწორ რა ვიყო და ამოვედი სახეზე ფერი არ მეტო, საერთოდ სახეზე რომ შემხედა მეზობელი ყომასული, შემოხედა რაღაც ვითელი ფერი მეტო საერთოდ სახეზე. შემეწოდა როგორც ვთქვა, რომ საერთოდ სიყვითლის ფერი ქონა სახეზე, არ ქონა სახეზე, შენი ფერი დადებულია და სულ კანკალები რომ ამოვედი, კიბემდე ზუსტ მივედი, კანკალმა ამიტანა და კიბესთან რომ ჩამოვჭექი, ერთი გღავთქვი, რომ ცოცხალი ვარ მე, თქვი პირველი ეგა ვთქვი. კარგით. თუ შეიძლება რომ ვიპასუხოთ კითხვაზე. ამ სახლში დაიღუპა პატარა 10 დღის ბავშვი. სად მოხდა მისი გარდაცვალება? კუთხეზე, სადაც სარდაფ ჩასვლელია, იმ კუთხეზე. სკაფეს აცალაკია მაგათი. ბავშვის გარდაცვალების მერე მოდიხართ ანუ საცხოვრებლად გამბინაში? ამ ბინაში 10 წლის მერე. 10 წლის მერე, ამას მიაქციეთ ყურადღება. და რა ხდება შემდეგ? შენ ხდება ისე ბავშვის ხმა, ტირილის ხმა და ასე შემდეგ ისე მეორდება. ამ ოთახში ხდება და მერე ვრცელდება მთელ ოთახებში. მეგობრებო, მიაქციეთ ამას ყურადღება ძალიან დიდი. ეხლა უყურეთ რის თქმა მინდა მე. ბავშვი რომელიც გარდაიცვალა და მოხდა ეს ტრაგედია ამ ოჯახში. აქ კონკრეტულად სადაც ვიმყოფებით ზუსტად ამ ოთახში. შემდეგ გავრცელდა ბავშვის ტირილის ხმები. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს ბავშვი მაგალითად სამოთხეში არ არის და სადღაც თქვა ასტრალურშია. არა, არავითარ შემთხვევაში. მე უბრალოდ ვიძახი იმას, რომ მისი სახელით მისი სახელით სარგებლობს რაღაცა ძალა, რომელიც ახსენებს ამ ამბავს, მოკლედ აქ მაცხოვრებლობს, რომ უნდა შექმნას ილუზია იმის, რომ ეს ბავშვი ერთ სიტყვით ამ სახლში არის ისე ჩარჩენილი. თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გავარ. კეთილი. ანუ მუდმივად გესმოდათ ბავშვის ტირილის ხმა და არ მოგეშვათ, ხო ესე? არ მომეშვა. დასაგებია. კი ბატონო. რა მაინტერესებს ახლა? გარდა ამისა კიდევ რა ხდებოდა ამ ოჯახში მანამდე სანამ ეს ყველაფერი განვითარდებოდა ანუ სანამ მიუახლოვდებოდით კვლევამდე 3 დღით ადრე რის თქმა მინდა ნახეთ როგორც კი ჩვენ კვლევა ჩავნიშნეთ გაუარესდა თუ არა სიტუაცია ახლა იმას კი გაუარესდა უარესობები დაიწყო უკვე კვლევა იყო ჩანიშნული უკვე ძალიან გახშირდა მე უკვე სუნებით ძალიან გახშირდა ხმაურით ძალიან გახშირდა აგრეთვე მოქმედებების აქ შემსასვლელთან იყო კიდე ჩამოხტომის ხმა გარბენების ხმაც უფრო მომატებული იყო საგრძნობლად აშკარად გრძნობდით ამ ყველაფერს თითქოს ვიღაცა გიყურებს აი ჩემ ოთახში არ შევდივარ ჩემ ოთახში პატარა ჭრილივით იქ დაინახა ჩემმა მეუღლემ ორი თვალი რაღაცა ითელი თუ რაღაცა ფერი თვალი დაინახა ორიცად ჩემმა მეუღლემ და მეც დავინახე ეს ყველაფერი ძალიან გაუარესდა ჩანიშნული იყო კვლევა უკვე ძალიან გახშირებული იყო და ეს ხდება მეგობრებო მანამ სანამ პარანორმალი ჩამოვა 3 დღით ადრე ანუ ეს არის ყველაზე ახლო პერიოდი და როგორც ხედავთ ჩვენ უკვე აქ ვართ და მოხდა ამ სახში უკვე რაღაც საყურადღებო მომენტები და ვიტყვით ეტაპობრივად ამ ყველაფერს კეთილი გასაგებია რამეს ხარ დაამატებთ კიდე მე დავამატებდი ერთ რამეს მარტო რომ უბრალოდ ყველა საინტერესოა ჩემთვის არის ის რომ ეს ყველაფერი არის გაურკვეველი მაგრამ აშკარად ჩემი დიდი ეჭვია და ყურადღებას ვაქცევ იმას რომ პატარა აი ოთახის პადვალი უფრო აქტიური მგონია მე ის იმიტომ რომ აქ როგორც ჩავედით ბევრჯერ იყო ჩემი ყო ჩასული და არანაირი სუნი არ იყო და გუშინ ჩავიდა ძალიან კატასტროფული სუნი აი როგორც შესაძლოა რომ ვიდექი იქაც კი მოდიოდა სუნი ესეთი სასიზღალის სუნი იყო ანუ გავრცელდა უკვე სადვაში პადვაში გავრცელდა და იცით რა არის ყველა საინტერესო ჩემთვის რომ ამდენი ხანი თუ ესეთი რაღაც არ მომხდარა მაინც გუში რატომ მოხდა როცა კვლევა იყო დანიშნული დღეს ნუ ბუნებრივია რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი ვიბულია პირდაპირ იმაზე რომ აი ეს მომენტები რაც თქვენ თქვით ახლა მაყურებელს რაც გააცანით და ჩვენს ბუნებრივია რომ უკვე გითხარით რომ იყო საყურადღებო მომენტები მაგალითად სახში არის ბევრი სარკე მეგობრებო გარდიროფის სარკეებზეა საუბარი და პლუს შემოსასვლელ კარებთან ერთი სარკე შევამოწმეთ ამ სარკემ საშინელი ენერგია გამოსცა მათთვის ვისაც აინტერესებს რომ სარკე რაზიანის მომტანია გეტყვით რომ სარკე არის პირდაპირ გამტარი პორტალი გარდაცვლილ სამყაროსა და ჩვენ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ძალიან ადვილი ხიდი პირდაპირ ვიზარ თუ სარკეს ენერგია გააჩნია ნებისმიერ ადგილზე სადაც არ უნდა გადაიტანოთ ეს სარკე ყველგან აქვს ეს ენერგია და ბუნებრივია რომ
ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს კეთილდღეობას ოჯახებში. ამიტომ ამას დიდი ყურადღება მიაქცევთ. თქვენ ესწრებოდით ამ სარკის ამოღებას, ხო სწორია? კი. ადასტურებთ თუ არა რომ 100%-ით დიახ. ადასტურებთ იმასაც რომ სხვა სარკეები აბსოლუტურად სუფთა იყო. დიახ, ვადასტურებთ მაგასაც, იმიტომ რომ ჩვენი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი სარკესაგო რეაქცია ქონა და გაიტანა კიდევ ჩემო მეუღლემ და სხვა სარკეებზე არანაირი რეაქცია არ იყო და დავჭა სხვა სარკეები. ყველა შემოწმებული გვაქვს სახში ყველა სარკე სუფთა. ხოც ერთი იყო დაბინძურებული. მე ვალდებული ვარ რომ გითხრათ, დადგენის შემთხვევაში თუ გამოვლინდა ბოროტის სული ამდენმანური ძალა დღეს ამ ოჯახში, თელეგამის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორი საშუალება. პირველი არის რომ ვიმართოთ ეკლესიას, ვიმართოთ სასულიერო პირს, მოვიყვანოთ და სახლი ვაკურთხებინოთ და მეორე პარანორმალმა თავად მიხედავს ამ ყველაფერს. მე განდობთ თქვენ ამ ყველაფერს. მე მერჩელა პარანორმალთან მიხედავს ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ გამოცდილება ვიცი და თქვენი იმედი მაქვს და ვიცი რომ ყველაფერს შეძლებთ და თქვენ განდობთ ამ ყველაფერს. მადლობა ნდობისთვის, ნამდვილად მიხედავთ, მაგიტომ ვართ ახლა ჩვენც კუფლის წყალობის ყველაფერი მოგვარდება. კეთილი, ყველაფერი გასაგებია. სანდრა ამზად ხარ? რა თქმა უნდა, მზად ვარ მეც. ოპერატორი მზად არის? რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იმყოფება. ძალიან კარგი, მეგობრებო. ჩვენ ვიწყებთ გამოკვლევებს და დავიწყებთ რა თქმა უნდა პირველ რიგში ოთახის ტემპერატურების გაზომვით, მათ შორის ყველა სარდაფის ტემპერატურის გაზომვით და ბუნებრივია რომ უკვე ვიცით რომ აქ მკვეთრად ტემპერატურების დაცემა არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში და მეტნაკლებად სახლს უნდა ეჭიროს სტაბილური ტემპერატურა. ვინაიდან ვიცით რომ ეხლა ამ მომენტის ეს გათბობა ჩართული არ არის? არანაირად არ ჩართული არა. კი ბატონო, სახლის ტერიტორიაზე ძირითადად არის მდგრადი ტემპერატურა ყველგან. მკვეთრი ცვალებადობა არ შეგინიშნავთ? კი, ერთგან შევამჩნი, სადაც პატარა ოთახი არის, იმ ოთახში ცოტა ძალიან სიცივეა რაღაც. მხოლოდ ერთ ოთახში ამჩნევთ? კი. დღესაც რო ყავ შესული ძალიან შემცივდა და რაღაც კი ბატონო. სიცივე ვიგზენ ისეთი რომ სხვა ოთახებში არ ყოფილა და კეთილი. ყველაფერზე ამომწურავი პასუხები უკვე გვეცოდინება გამოკვლევების მერე, დაიდება დასკვნები და ბუნებრივია რომ თუ სახში არსებობს რაიმე ბოროტი ძალა, რომელიც ამ ოჯახს ხელს უშლის ადამიანურ ცხოვრებაში, აპრკოლებს, აშინებს და არ აძლევს საშუალებას რომ იცხოვრო ნორმალურად და მშვიდად, ბუნებრივია რომ პარანორმალი ამას უშეცდომოდ ვიპოვით და არა მარტო ვიპოვით, არამედ გავანადგურებთ კიდეც მას უფლის წყალობით. განადგურებას რას გულისხმობ? განიდევნება, მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ მარხვით და ლოცვით. ესე იძახის უფალი და ვინც პარანორმალს იცნობს, მან იცის ჩვენ რა ხერხით ვებრძვით ბოროტ ძალებს. ეს არის მართლმადიდებლური, ნამდვილად ქრისტიანულ მართლმადიდებლური წესების გამოყენების მხოლოდ და მხოლოდ ამ წესებით და ბუნებრივია რომ სხვა წესები, სხვა შემთხვევები უბრალოდ არ არსებობს. კეთილი, თუ რამეს არ დაამატებთ, შეგვიძლია უკვე რომ გადავიდეთ პირდაპირ კვლევაზე. არ დაამატებთ, სულად გენდობით და დასამატებლით აფერად. დიდი მადლობა ნდობისთვის. ერთი რამეა კიდე რომ დღეს მეგობრებო ჩემთან ერთად კიდევ იმყოფება შოთიკოც, ანუ იცნობთ თქვენ ამ ადამიანს უკვე, მაგრამ შოთა იქნება ამ შემთხვევაში ოპერატორი უკვე. შეგახსენებთ რომ შოთამ უკვე დაიწყო სასულიერო ცხოვრების ათვისება და სწავლა, უკვე საკმაოდ ცოდნა აქვს აქამდე, თუმცა საკმაოდ არა იმისთვის რომ გახდეს ექსპერტი, იმიტომ რომ ერთშვენიერ დღეს მან მე უნდა შემცვალოს. ასე რომ შოთა ჯერჯერობით სწავლის პროცესშია და ბუნებრივია რომ ის ადამიანიც ახლა გვესწრება. მართალია? კი ბატონო. გადასტურებ რომ ნამდვილად შენ ხარ? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. კეთილი, ჩვენი დღე დაგჩენია რომ გადავიდეთ პირდაპირ კვლევებზე. დროებით და ჩავერთვებით. ეხლა ამ დროისთვის უკვე გადავდივართ ძირითად კვლევებზე. რათა დავადგინოთ არის თუ არა ამ სახში რაიმე საერთო უცნაურობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ იმ აპარატურას, რაც გვაქვს ეხლა პარანორმალს. ამიტომ გადავდივართ პირველ რიგში ვიწყებთ იქიდან, რომ ტემპერატურები უნდა შევადაროთ სახლის ერთმანეთს, ანუ არ უნდა მოხდეს აქ ტემპერატურის ვარდნა. არც ერთ შემთხვევაში მკვეთრად არ უნდა დაეცეს ტემპერატურა. დავიწყოთ. მისაღები 20 და 1-ია. ბატონო. ჩაწერე სანდრო. 20 და 1. სუფს არ ვაკრობთ ახლა, იმიტომ რომ აქ ნომისაც შუქი შაქროვა, აქ ჭირდება. ახლა სამსული.
საძინებელი პირველი 19 და 8 დაწერე. 19 და 8. 20 და 1, 19 და 8. საძინებელი Pana შენ გაქვს? საძინებელი მეორე როგორ ცოტა ხანი? 19 და 6 დაწერე. საძინებელი ნომერი 2-ია, ხო? საძინებელი 3 19 და 3-ია. კი ბატონო და 19 და 3. ამჯერად ჩვენ შევამოწმეთ სახლის ტერიტორია. ეხლა უნდა გადავინაცვლოთ იმ ადგილებში, სადაც მდებარეობს და ნახავთ, რომ ესე იგი, რასაც ვარაუდობდნენ, რომ იყო ეკლესიის ტერიტორია, ვარაუდობდნენ იმას, რომ აქ იყო, ასე ვთქვათ, საკურთხევლები, იყო სასანთლეები, რომელიც დაახლოებით 200 წელს ითვლის, 2 საუკუნეს. ეხლა ზუსტად ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით და გაჩვენებთ. და შემდეგ უკვე მოგცემთ განმარტებას, რეალურად რა არის ეს ყველაფერი. ოპერატორს ვთხოვ, რომ გამოგვეს და გადავინაცვლოთ უკვე პირდაპირ სახლის გარე ტერიტორიაზე სარდაფის მიმართულებით. ოპერატორი გავიდეს ოპერატორი. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გვითხრეს და გვიხსნეს, რომ სავარაუდოდ აი ეს ადგილი არის, ასე ვთქვათ, ეკლესიის ტერიტორია. ესე ვარაუდობდნენ, ხოლო სიმართლეს გეტყვით, რეალურად რა არის ამ ტერიტორიაზე. მაგრამ მანამდე შევიდეთ და დავათვალიეროთ, სანამ ამ დასკვნას გავაკეთებთ. ცოტა ჩამოხსნილია, მაგრამ შევიდეთ. Იცი? გამოსე? დაბჭი როგორ ჩანს ყველაფერი? მშვენივრად. სანდრო, ხო რა განახო ტერიტორია და კამერას მიცეთ საშუალება კარგად ხედავთ. შეხედეთ. მოდი ამ კედლიდან დავიწყოთ. ეხლა მე თქვენ აგხსნით რა შეასახება. ხედავთ ამ კედელს. ხედავთ აქ პატარა ჩარჩოს და ხედავთ ამ ნაწილსაც. ხედავთ აი ამ ნაწილსაც, რომელიც სასანთლე გონათ, მეგობრებო. აი ეს ადგილი. სინამდვილეში კი რა არის? ეს გახლავთ არც მეტი და არც ნაკლები ბუხარი. ეს კი უბრალოდ სათავსო არის ბუხრის ზედა მხარეს. ისევე როგორც აი ეს ადგილი. და რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ეკლესიის ნაშთები, ასე ვთქვათ, უძველესი დროიდან. ვინაიდან ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ მარნის ფრაგმენტი. რატო? ძალიან კარგად ვიცით, რომ საკურთხევლებზე ეკლესიაში ბუხარები, რა თქმა უნდა, არ არის. ეს გამორიცხავს აბსოლუტურად იმას, რომ აქ რაიმე, თქვათ, ეკლესიის ნაწილსა აქ ადგილი. თავისთავად ანულირებულია. პლუს მაგას ემატება ის მომენტიც, რომ რა თქმა უნდა, საკურთხეველის საძეს და ეკლესიის ტერიტორიაზე სანთლები ინთება უამრავი რაოდენობით, მიდის წირვალისები და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ თუ კი ეს 200 წლის წინ წარმოადგენდა
ეკლესიის ნავარს, ასე ვთქვათ, უпростоრად ფუნქციონირებდა ეკლესია. მაშინ აუცილებლად უნდა იყოს შემორჩენილი სანთლის კვალი, ანანთები და მისი ასე ვთქვათ, ჩამონაღვენდი, რომელიც გამერწმუნებით რომ აქ არსად მსგავსი არაფერი არ არის და არც უნდა იყოს. უყურეთ შეხედეთ. არაფერი არ ნამწვად. დავანათოთ. ეს ბუხარია ეხლა. ძალიან ხო დავწუნდეთ იმაში რომ სიმართლეს ვამბობთ რომ ამდენად ბუხარია და ზედა მხარეც გადაიღე, აი დავანათებ ხელს შეგიწყო. ალბათ კადრში ხედავთ რომ ამდენად ბუხართან გვაქვს საქმე. კი ბატონო ეს აუცილებელი იყო რომ გეცნობი. ეხლა მიმოვატაროთ კადრი და სანდრა გაანათებებები. აი ნახეთ ღვინის მარანი. სათავსო, სადაც ღვინოს ინახავდნენ. ერთი რამის თქვა შემიძლია რომ ეს ქვა, ეხლა რაც არის გამოყენებული, აი აქ ოპერატორს თქო რომ გადაიღოს. აი ეს ქვა არის ჩვეულებრივი რიყის ქვა და მეტი არაფერი მეგობრებო. ხოლო აი ამ აგურს რაც შეეხება, ეხლა რასაც ხედავთ. ეს არის ძალიან ძველი აგური და არ არის თანამედროვე აგური, რა თქმა უნდა, შესაძლო არის, ზუსტად ეგეც არ ვიცით, მაგრამ მაქსიმუმ ალბათ საუკუნის წინანდელი ან არც კი. მოდი ესე ვთქვათ. მაგრამ მარანზე გვაქვს საქმე საუბარი და არა ეკლესიის ტერიტორიაზე. ეგ გამორიცხული. აი უყურეთ, შემოვატარეთ კამერა. აი სათავსო კიდე ნახეთ. სადაც ღვინის ბოცები ინახებოდა და ანტიკის ჭურჭელი. შეხედე, აგერ არის, ასევე აი ეს ტერიტორიის. ხედავთ ხო? მიმიშვერცით. ხედავთ, არსად, ნუ არ იქნება გამორიცხული ამბავი, მაგრამ არსად სანთლის კვალი არ არის და არც უნდა იყოს, იმიტომ რომ წარმოადგენს მარანს და არა ეკლესიის, ასე ვთქვათ, შემორჩენილ არტეფაქტებს. პირდაპირ. ეხლა გავზომავთ აქ ტემპერატურას, ვინაიდან ჩვენ ბუნებრივია რომ გარდა ამისა კიდე 19 და 2-ია უყურე. ტემპერატურა ჩაიწერე, სარდაფი ნომერი 1, 19 და 2. 19 და 2. საკმაოდ ისეთი დიდი ტერიტორია, კაი, გავიდეთ ცოტა. განავინახოთ სარდაფი ნომერი 2. აქ ცოტა რწმულია, ასე ვთქვათ, შესვლა, იმიტომ რომ დაბალწერიანია, მაგრამ მაინც უნდა შევიდეთ. ოპერატორები შეუძლია არ შემოვიდეს და გარედან გადაიდეს. არ დაიშალოს, ამჟამად. შემოვიდა ოპერატორი მაინც. აი მიმოატარე, ნელა, ზემოთ ლურსუნები აქვს ხელას. აი ხედავთ ამ ტერიტორიას, აი. ეს არის სარდაფი ნომერი 2, ესეც სახლის ქვეშ მდებარეობს. 19-დან 0 გვაქვს ტემპერატურა. გავიდეს გარეთ. კარგად ჩანს ხო ყველაფერი ოპერატორი? კი. გავიდეს ნელა გარეთ. ფილაც ლურსუნებს მოვიდა. ეს თუ ყურადღება გაკეთ. ამჯერად, მეგობრებო, ამჯერად ირკვევა რა. სადასტურდა უკვე ეს მომენტი, რომ ეს არის ის ტერიტორია ჩვეულებრივი მარანი და არა ეკლესიის ნაწილი. ეს ერთი უკვე დავადგინეთ 100%. ეხლა ვნახოთ არის თუ არა აქ რაიმე პარანორმალური და შემდეგ ბოლოს უკვე დავდებ დასკვნებს და ნახოთ როგორ არის და ნაირად. ეს დავკეთოთ. ხო, ეგროვი. და წავედით. დაგჭა ბოლოს ავდა. ხო, აი მეორე ტერიტორია, ანუ ფევრული სადაც არის. ეს არის აი ზემოთ ეს ადგილია და მოდი ისიც გადავიდეთ. შეშლით არ შევიდეთ. Kanal yapıp,
იმოატარე. აი ეს არის ოპერატორი კაცია. აი ხედავთ ხო? ესეც ველური მარნის ტერიტორია და ქვევრებს ხედავთ ხო? ეს გადაიღე? კი, გადავიღე. აი ქვევრები როგორ არის ქართული ტრადიციის მიხედვით მიწაში არის. ესეც ეგონათ ეკლესიის ტერიტორია. მაგრამ სინამდვილეში აღნიშნა მარანი. ქვეყნები ასე თქვა. სადაც იმოჩა. ეხლა დაგჭა რიგით მესამე სარდაფი და როგორც გადმოცემით გვეუბნებიან თავად ოჯახის პატრონები, აი ამ სარდაფში სადაც ჩავდივართ, მოხდა უცნაური შემთხვევა. ჩავიდა ადამიანი, ოჯახის უფროს მამაკაცი და იგრძნო ძალიან დიდი სიცივე და ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება გარკვეული დროით. მართალია რასაც ვამბობ, ეგრე იყო ნამდვილად? შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მოგვითხრათ რა იყო? ანუ ჩახვედით და გავაგრძელოთ საქმე. ჩავიდა რაღაცა შამბოჭა, ვეღარც წინ მიშვიდე და აღარც უკან. ეს მოხდა აი ამ სარდაფში, ხო? კი. კეთილი. მოისმინეთ ყველაფერი თქვენი ყურით. ეხლა უკვე გადავდივართ კვლევაზე, ნახოთ, რას გიჩვენებენ ამ შემთხვევაში. სასწაული. ეს რა? කොහොමද შეხვდით? ეს ძალიან დაბალი სარდაფი როა ეგ არის? ძალიან დაბალი ისე. განაცხადი, მაგრამ ეს მოიქცევა ეს. გადაჭარი. სულ ეს არის რა? აქ შეუძლებელია. ეხლა აღჭურვილობით. გამიშვი. არა, რა გამიშვი. ვერა, ფიზიკურად არა, ვერ შეიძლება. ასე არა. აბსოლუტურად ვერ შეხვდა. არა, გამორის. არა, უნდა დაწოვე, რომ შეხვდა. მომეცი კამერა. აი, მეგობრებო, აქ რა ვიცი მე ხა აქ შეხედეთ. აი, ხედავ. ნახო. აქ ხა ფიზიკურად თუ გავერთქვები ძირს გამორის კამერა შეუძლებელია და ის რა შეუძლებელია ხა ნამდვილად ვერაფერს გამორჩიეს ეს არა გამორიცხულია აქ ჩვენი ჩასვლა ვერ არის მე ხელი მომეცი. მოიცადე ამ იქ თუ მე თვითონ ამოვახცევ გამორიცხულია აქ რაიმეს არასდროს მომენტი ხე როგორ დადექით ეგეც მიგვის ჩავიდე. აი, დაგეგმეთ ხე ეს ადგილი. მეგობრებო, ჯერჯერობით. სულ ეს არის, ანუ ტემპერატურების მიხედვით სახში აბსოლუტურად მშვიდობაა. არანაირი ანომალიური ვარდნა და რაიმე სხვაობები არ შეინიშნება. ეხლა უკვე 4-ის რაღაც წუთები ალბათ ამ დროისათვის. ასე რომ პირველი გამოკლების ფაზა დასრულდა ეს მშვიდობიანად. ამ სახში, ამ ხრივ არანაირი პრობლემა არ არის. გამართ კამერა. მეგობრებო, გადავედით გამოკლების მეორე ფაზაზე. ეს არის უხილავი ანაბეჭდების პოვნა. თუ კი ამ სახში არსებობს რაიმე პარანორმალური, რომელიც ტოვებს უხილავ კვალს და ჩვენ ვიცით და ზუსტად ვიცით და ეს ნამდვილად ეგრე ხდება. გავიაროთ ახლა, შევამოწმოთ ეს სახლი, არის თუ არა ისეთი ანაბეჭდები, რომელიც თვალითაც ჩანს. მაგისათვის გვაქვს ეს აპარატურა, რომელიც თვალით უხილავ ანაბეჭდებს ხედავს, თვალში არ ჩანს. Sorry.
როდის ვიყავი სანდრა შენს? კი. კაცი თან. Alright. ოქო ხედავ როგორც ეხლა მაინტერესებს უყურე თან არის მოდი და აი ამას მოგიგანა ოპერატორი გამოუშვი ჯერ გაიწია ძალიან 3 მინუტა კამერის სავსისა აი ჩანს თუ არა კაცი აბაშეთები თან არის გაწია აი ამ შუქზე არის საუბარი ჩანს თუ არა ამ კუთხეში არის ანაბეჭდები აი ეს შანს კამერაში როგორ ჩანს აი კუთხეზე პირდაპირ ხედავ ანაბეჭდებს კაი გასაგებია ეხლა დავადგინოთ ეს ყველაფერი დროებით შუქებმა ჩავწვით ფილი მე შევ კაი ვიყავით ანაბეჭდები მაგრამ ვადგინოთ ეხლა არის თუ ეს ნორმალური Anti, хочешь? Кати хан. Чекис. Ханали кати. Опять. Повторяю, как это было. Зашел в университет. გამოპროვის მეორე ფაზა მშვიდობიანად დასრულდა. ანუ კონკრეტული კვალი, რასაც ჩვენ ვეძებდით სახში, არ აღმოჩნდა არსად. ამხრივაც მშვიდობა გვაქვს პირდაპირ ვთქვათ. ტემპერატურების ცვალებადობის მხრივაც მშვიდობა გვაქვს, რომელიც უდავოდ ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ხოლო რაც შეეხება ახლა დეტექტორებს, ანუ თვითონ იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ, რომ სახში რაღაცა დადის მოძრავი ძალა, როგორც ადგილობრივები ატყობინებენ, ამისათვის არსებობს სწორედ ეს აპარატურა, რომელსაც ახლა ჩვენ გამოვიყენებთ და დავადგენთ, არის თუ არა რეალურად ყველაფერი ეს მოქმედებაში. ნახოთ შევხედოთ, სახში ელექტროობა გამოსულია, ხო მეთანხმებით? კი ბატონო. მეთანხმებით, ხო? ხო. ეს არის ყველა საფასუხისმგებლო დრო და დავიწყოთ ჩართეთ დეტექტორი. ჩართული მოხმე დეტექტორი უკვე. ჩვენ შევსვეთ დეტექტორი და ვიწყებთ აი ამ ოთახიდან, სადაც დაფიქსირდებოდა სადაც ჩემი გაკუთვაცა ზუსტად მაგ ოთახში. აი როგორც ახლა ისმენთ, გვეუბნებიან რომ ამ ოთახში ანუ იყო მცდელობა რომ ადამიანი კონკრეტულად კი ქალბატონი გაიგუდოთ, ხო? მას გაუფიშავ, იმიტომ რომ შემქონდა ესეთი შემთხვევაც, რომ ლაპარაკის ხმები იშოვდა უკვე. ხო, იშოვდა. როგორც ხედავთ, ამ ოთახში აბსოლუტური მშვიდობაა. რეალურად არაფერი არ ხდება ახლა ამ დროისთვის და აბსოლუტურად სუფთაა. გავიდეთ სხვა ოთახში შევამოწმოთ და შემდეგ გავიდეთ და გადავიდეთ შევამოწმოთ.
მშვიდობა ხო სანდრა შენ იმ მშვიდობა არის აბსოლუტური. მშვიდობა. საერთოდ აირევი რეაქცია არ აქვს. ამ ოთახშიც და იმ ოთახშიც მშვიდობა. იო, რა? ოდი დაინახება, მოდი აქ. ეს არ არის სანდრა ეხლა ხო იცი რომ ეგ არ არის. უყურე, რაღაცა იმაში მაზრის. არ არის. სანდრა მომის მეთქულა. ამე ხანია ხო პარანორმალში ხო? ხო მე ამას ხედა აი უყურე ეხლა ამას. ხედავ ხო? მშვიდობა, არაფერი აბსოლუტურად არ ხდება. ხამი. სამას დაინა. არა, ვეავირიო. ეს არის უკვე მესამე ოთახი. საკმაოდ ძველია, ანუ ახალობა, როგორც ხედავთ უკვე. და ოპერატორს თქო მოვიდეს გადაიღოს, არაფერი აბსოლუტურად, ანუ საერთოდ ნულია მოქმედებები. ჩანს? კი, გამოჩნდა. ხო, ამ დროს არაფერი არ ხდება. საერთოდ ნახევარი, არაფერი. საერთოდ მოქმედება და არაფერი არ არის. აბსოლუტური მშვიდობა ამ დროს არაფერი არ ხდება. ანუ სახლის ოთახი აბსოლუტურად მშვიდია. არაფერი არ ხდება, ვიზიოები პარკის. სახლის გამოკვლევამ ოთახების ამ დრომდე აბსოლუტური მშვიდობა დაადასტურა. ანუ არანაირი მოძრაობა არ არის, არაფერი არ შეინიშნება საერთოდ. თუმცა ეს პერიოდში, ანუ როდესაც თავიდან ზედაპირულად ვათვალიერებდით სახს, აი ამ ტერიტორიაზე ხსას ვარ, აი აქ დაფიქსირდა მოძრაობა. თუმცა იმის მერე მოძრაობა აღარ განმეორებულა. დაფიქსირების ამ დაფიქსირდა ყველაფერი. მაშინ კამერა გადაღების რეჟიმში არ იყო, ხო? ხო, კი ბატონო. ანუ ეხლა შევდივართ სადაც ნომერ პირველში და ნახოთ არის თუ არა იქ რაიმე პარანორმალური ან ზონა, მოძრაობა. და თამ ყველაფერს ჩასაწერია. ტელეფონი ჩართულია, მეგობრებო, აი ხმას ხედავთ ახლა. ჯოუზერვალი ტელეფონია. აბსოლუტური მშვიდობა, რაც ამბა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადმოსაგვით ვიცით, რაც გითხრეს, რომ აი აქ ისეთი მოქმედებები არის, რომ პრობლემებს ქმნიდა ოჯახში ჯერჯერობით ამ დრომდე აბსოლუტურად არ დასტურდება გარდა იმ ერთი შემთხვევისა, რაც დაფიქსირდა გარეთ. თუმცა აი იმ მომენტში, რაც გარეთ დავაფიქსირეთ, ანუ არანაირი საფრთხე არ შეუქმნია არავისთვის, უბრალოდ ეს დაფიქსირდა და ჯერჯერობით ეხლა გამეორებით უკვე ძირითად კვლევის დროს აბსოლუტურად საერთოდ არაფერი არ არის. როგორც ხედავთ, მშვიდობა საერთოდ და ეს როგორც გითხარით, გადადგენილია რომ არანია და არა ეკლესიის ტერიტორია და ამ დრომდე გვაქვს აბსოლუტური მშვიდობა. არ ჩანს ის მოძრაობის სული, რომელიც გარეთ იყო. ამ დრომდე საერთოდ აღარ ჩანს.
გიორგო, სამ ინგუშში მიდი. ასულად არანაირი აქტივობა უკვე აღარ არის. რეალურად ეხლა ნახეთ რას ვამბობ. ანუ ის რაც გარეთ დაფიქსირდა, ის ნამდვილად დაფიქსირდა, მეგობრებო, და ნამდვილად ისე დაფიქსირდა, როგორც ფიქსირდებიან ხოლმე ამ შემთხვევაში მოძრავი სულები. თუმცა არაფერი მსგავსი სახში საერთოდ და სამ ტერიტორიაზე დაგჭა ერთი სარდაფი. და იქაც რა თქმა უნდა ალბათ დიდი ალბათობით იქაც არაფერია, თუმცა გადავამოწმოთ და უკვე მოვიგებთ რა. აუცა პოსტა ხარო. ხო. აი, აგერიტა. აი, უროდები შევიდა. ფილოთ. ფილოთ. არაფერი აბსოლუტურად არ არის. სანდრა, ყურადღებით იყავ, დეტექტორი ნენა ძნობიარია, რომ ხელში რო გიჭირავს და შემოსვლას მოძრაობ, ხო? შესაძლოა რომ გაჩვენოს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ არის. გავედით. მშვიდობაა? კი, აბსოლუტურად მშვიდობაა. არაფერი. გადაი. ფანარი გაწია და გამოჩნდა. იტოთ. აბსოლუტურად მშვიდობაა, მეგობრებო, არანაირი მოძრაობის კვალი და მოძრაობის სახში აბნომი არ არის. არაფერს აღარ მომოწ იმაზე, რომ აგრესიული ქმედებები და ასე. აფია რომ არა. და განსაკუთრებით გავიდით დამწარეს. ისა, ოპერატორი სად არის? ეხლა დაგჭა გარე სახის ტერიტორია, რომელიც სამსახური მოძნი. დამწარეს. იქუნა დავიდით და. ნახეთ. ნახეთ. აქაც აბსოლუტური მშვიდობა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შუაღამის პერიოდია, მნიშვნელოვანი დრო, იმიტომ რომ ამ დროს საერთოდ ყოველთვის ამოკლებში ვიცით, რომ ყოველთვის დრო არის ძალიან საფასურო. აბსოლუტურად არაფერი არ ხდება, მშვიდობაა და იზოლირებული ვარ დაუბრუნდეთ ძირითად ბაზას სადაც მოწყობილობები და შემდეგ უკვე გავუძულოს გადაღება მე-6 ეტაპს. ხო, დეტექტორები ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დეტექტორები გვაძლევს სიგნალს, რომელიც უკვე თავისთავად საყურადღებოა იმით, რომ დეტექტორი იძლევა სიგნალს იმას შესაძლოა, რომ მან უკვე აიღო, ასე ვთქვათ, და დაიჭირა სულის ენერგია და გვატყობინებს, რომ არის მოძრაობა, მაგრამ ჯერჯერობით ეგეთი არაფერი არ ხდება. არ ხდება არც სახში, არ ხდება არც სარდაფებში და არ ხდება არც გვერდზე ხა სადაც იმყოფებით დამწვარი სახლია. რო გავალთ, აჩვენე რომ ნამდვილად დამწვარ სახლში იმყოფებით. საინტერესო ისტორია. ეს ყველაფერი მეგობრებო. ამობენ თუ არის მოძრაობა შეშინებული ოჯახია და არაფერი არ ხდება. ნამდვილად არაფერი არ ხდება ამ დრომდე. კარგი, ეხლა კამერა გავთიშოთ. მეგობრებო, ესე იგი უკვე 5 დაიწყო და
ამ დრომდე გვაქვს აბსოლუტური მშვიდობა, ანუ სახლი სუფთაა, სარდაფები სუფთაა, არაფერი მოძრავი სული აგრესიული საერთოდ არაფერი არ არის, საუბარი ის რომ აქ რაღაცა მოძრავს, აგრესიული სული ან დემონური ძალა ან რაიმე ბოროტი სული ადგილი ამ დრომდე არ აქვს, მოხეტიალე სულსაც კი არ აქვს ადგილი, ანუ ეხლა ჩვენ გადავედით უკვე ბოლო ფაზებზე, ანუ რა ვინაიდან თუმცა ერთი ძალიან საყურადღებო მომენტი მოხდა კედელზე კიდე სარკე, რომელმაც ძალიან დიდი გამტარობა გვიჩვენა, ეს სარკე ჩამოხსენეთ და გავიტანეთ სახლიდან. სწორედ ამის მერე დამყარდა სახლში მშვიდობა. იყო თუ ეგრე? ეგრე. ხო და სწორედ ხო ეგრე. დიახ, ეგრე. ანუ გამოკვლევები გვიჩვენებს რას? მანამდე ერთმა, ხოლო სახლში არსებულმა ერთმა სარკემ მოგვცა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გამტარობა, ენერგია, რომელიც სარკეს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ამ სარკის გატანის შემთხვევაში სახლში დაისადგურა აბსოლუტური მშვიდობა, არანაირი პრობლემები აღარ არის. მანამდე არსებული, რაც შეტყობინებით ვიცით. კი არა, ანუ ვარაუდის დონეზე კი არ ვეძახი, რომ აი სარკია და ასე შემდეგ. ანუ სარკის გატანის შემთხვევაში დავყარდა მშვიდობა. ჩვენ ახლა მაინც გადავდივართ, ასე ვთქვათ, იმ ფაზებზე, რომ სიწმინდეები განვალვაგოთ, თუ ამ სახლში არ არის კიდევ მეორე ფარფი. მაგრამ წესების მიხედვით ვიცით, როგორ მუშაობთ ჩვენი ექსპერტები. თუ სახლს ყავს დემონი ან ბოროტი სული, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქმედებას, რასაც წმინდა ხატების განლაგება ქვია და ნაკურთხი ჯვრების სახლში, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან უნდა მოყვეს აგრესია. თუმცა წინასწარ გეუბნებით, რომ აქ არანაირი აგრესიები არ ხდება, სახლი სუფთაა, არაფერი არ ხდება საერთოდ. ეხლა წავიდეთ და გადავიდეთ საქმეზე. აი ხატი პირველი, რომელსაც გამოვაგებთ საძინებლოში, გავიტანთ და ნაკურთხ ჯვართან ერთად დავტოვებთ. დავტოვეთ ნაკურთხი ჯვარი და ხატი ამ ოთახში და გადავიდოსოთ სხვა ოთახში. გადავედით შემდეგ ოთახში. ხო, დავდებთ ხატს, რა თქმა უნდა, ნაკურთხ ჯვარსაც დავდებთ. ისე რომ არ ჩამოვარდეს, აი ესე. პარაციდოს, ტიბეტანა. კადრში ჩანს ხო ყველაფერი კარგად? კარგად დგას. მორიგი ოთახი. კიდევ ეს არის. ბატონო, დაგვრჩა ერთი ოთახი. სადაც ასევე განვალაგებთ ხატის და აქ უკვე როგორც ხედავთ, ჯვარი არის. ჩვენი ჯვარი უკვე დევს ჯვარცმა, რომელიც აბსოლუტურად ხელუხლებელია. მას არაფერი არ შეხებია, როგორც გადმოცემის გითხრეს, ანუ ხატებში ხო რაღაცა ძალა სახში, ბიბლია, ანუ ხატები ჩამოყარა და ბიბლიასაც შეეხო. ფაქტი ერთია, შეხედეთ ამას. ყველაფერი თავის ადგილზეა. და ამ ოთახში დავტოვებთ კიდევ
ჯვარცმას ავიდებთ. და აი აქ ჯვარი გამორჩი. გერმანიაში ჯვარცმას გვაქვს. აი ეს შემოწმე. ეხლა ესე იგი ამ ოთახში გვაქვს ყველაფერი, ამ ოთახში გვაქვს, აქაც გვაქვს, იქაც გვაქვს. ეხლა ეს ჯვარცმას დავტოვოთ, ეხლა გავიგარეთ. ოპერატორი გამოვიდეს. ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ? ის გაიწია. ეხლა რას ვაკეთებ? განლაგებული გვაქვს უკვე ოჯახში ეს ყველაფერი, სიწმინდეები, ხედავთ ხატები, ჯვრები. ეხლა ჩავაკრებ ჩუქს, რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს? თუ რეალურად არსებობს რაიმე, სიბნელეში აუცილებლად უნდა იყოს მოქმედება რა. რატო ეძახი მაგას იცით, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბნელი ძალები, ასე ვთქვა, დაუწმინდური სულები სიბნელეში მოქმედებენ და ყოველგვარ სინათლეს და ნათელს ისინი გაურბიან. ამიტომ ვაკეთებთ იმას, რომ ეხლა ჩავაკრებთ სახში სინათლეებს და დავაკვირდებით ხმებს ან მოქმედებებს უკვე სიწმინდეების განლაგების მერე. და თუ სახში არსებობს უწმინდური სული, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს ვერ აიტანს, ვერ შეეგუება და ბუნებრივია, რომ აგრესიას მიიტანს ამ ყველაფერს. მაშინ ესე მეგობრებო, ეხლა გამოვსწავლთ სინათლეს, გამოვსწავლთ კამერასაც, იმიტომ რომ სიბნელეში ვერაფერს გადავიღებთ და აქედან გამომდინარე დავაკვირდებით ხმებს რა მოხდება და მოხდებებს ამ სახში. სათხარ? სათხარ? კი ბატონო. არ გამოვხდო ჯერ სანამ შუქს არ გამოვხდო. აი ხა შეგვიძლია რა. მეგობრებო, მოკლედ ეხლა რა ხდება თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ უკვე გაათენდა და თავისთავად გვაქვს უკვე დასკვნები თუ რა ხდებოდა რეალურად ამ სახში. ხო, საინტერესო მომენტი ერთადერთი ამ სახში ის არის, რომ ესე იგი თავიდან როგორც კი შემოვედით და ზედაპირულად მოხდა სახლის დათვალიერება და გარე ტერიტორიის დათვალიერება შესწავლის მიზნით გარეთ სარდაფთან, ერთ-ერთ სარდაფთან წინ მომენტალურად ეს წამიერად დაფიქსირდა მოხეტიალე სულის არსებობა, ანუ დაფიქსირდა წამიერად, მაგრამ ამ სახში არა, პირდაპირ ვიძახი. ეს მოხდა გარე ტერიტორიაზე. ეს ერთი და მეორე, ეხლა სადაც გავართ, აი ამ ადგილზე, როდესაც შესარკეებს ვამოწმებდით მათ განტარიანებას, რამდენად შეესაბამებოდა ეს სარკეების სისუფთავეს, აი ამ ადგილზე დაფიქსირდა ისიც წამიერად და შემდეგ აბსოლუტურად მთელი გამოკვლევის მანძილზე, მთელი ღამის განმავლობაში არაფერი საერთოდ აღარ გამეორებულა და რატომ? სარკე რომელიც შემოსასვლელში ეკიდა, ჩვენ ამ ყველაფერს ვიკვლევდით ამ სარკემ დააფიქსირა რა? დააფიქსირა ენერგია, რომელიც არ უნდა დაეფიქსირებინა ჩვეულებრივ სარკეს შემთხვევაში, მაგრამ ამ სარკეს გამოკვლევებიდან ვინც ჩვენ გვიყურებს იცის, რომ სარკეები არის გამტარი მექანიზმები და მათ გააჩნიათ, ანუ გამტარიანობის შემთხვევაში ძალიან ცუდი გამომწვევი რეაქციები. ასე ვთქვათ, მაგალითად თუ საძინებელი სარკე გვაქვს, რომელიც გამტარიანობით გამოირჩევა და მას ენერგია გააჩნია, ბუნებრივია, რომ ეს უკვე ძალიან ცუდ მოვლენებს იწვევს. ვინაიდან ამ სარკეს იყენებენ მერე, ასე ვთქვათ, ჩვენი სამყაროში შემოსახცევად ბოროტის სულების დემონური ძალების და ასე შემდეგ. ძალიან ადვილად ხდება სარკიდან შემოხსება. ნუ კიდევ ერთხელ გავიარე უთხარი, ვინც არის ეს ყველაფერი იცოდეს. ბუნებრივია, რომ ეს სარკე ჩვენ ჩამოვიღეთ, გავიტანეთ ეზოში და დავამტვრიეთ, იმიტომ რომ ამით მოხდა ამ სარკის განადგურება, ანუ იმ წყაროს განადგურება, რა წყაროთიც შესაძლებელი იყო სახში მოხვედრილი იყო არასასიამოვნო უწმინდური სული, ან თქვა დემონური ძალა, ან უბრალოდ მოხეტიალე სული. ამ დროისათვის სახლი აბსოლუტურად სულთა არაფერი არ ხდება საერთოდ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს მივიღებთ ისე როგორც საჭირო იყო, ძირითადი კვლევები გვიჩვენებს იმას, რომ
საერთოდ არაფერი აღარ ხდება ამ დროისთვის და ის გადაგჩვენია რომ ეხლა ნელ-ნელა ჩავალავთ წმინდა ნივთები თავის ადგილს დაუბრუნოთ და ჩვენს უკვე ნელ-ნელა მომზადოთ ასე ვთქვათ თბილისში დასაბრუნებლად სახლი აბსოლუტურად დაცულია მშვიდობაა და არანაირი პრობლემა ამ დროისათვის სახლში არ შეინიშნება სახლიც ნაკურთხი არის უკვე ვიცით ეს ყველაფერი გავიარეთ და ასე რომ უფლის წყალობით დღეს ამას იქით ამგვიდრდება მშვიდობა ვიმეორებ უფლის წყალობით რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ დროებით მეგობრებო ჩემთან ერთად მუშაობდა ჩემი თანაშემწე სანდრა და მე როგორც ექსპერტი გიორგი მიქაუტაძე და უნდა ჩვენი გიორგი მიქაუტაძე და ჩვენი მეგობარი შოთა ოპერატორი ეხლა ხელს მიხნევს თქვენ ვერ ხედავთ მაგრამ ტელეგამოკლების მანძილზე ჩვენთან ერთად იყო რა ვიცი თუ გინდა რამის დამატება დაამატე მე არაფერს დამატება მაგრამ რაც შეეხება თვითონ სარკის შემთხვევას აბსოლუტურად სწორია ყველაფერი ხო ადასტურებ ყველამ კი ბატონო კი სარკის გატანის შემთხვევაში სახლში მშვიდობამ დაისადგურა კი ბატონო და დღეს ამას იქით საერთოდ არაფერი არ მოხდება სახლში სუფთა თავისუფლად შეუძლიათ ყოველგვარი შიშების გარეშე იცხოვრონ გააგრძელონ ადამიანურად ყველაფერი როგორც იყო ხოლო მადლობა უფალს იმისთვის რომ ეს მშვიდობა მოკლედ დამყარდა ამ სახლში და დღეს ამას იქით ყოველთვის მშვიდობა იქნება ის ვისაც უფლის წამსლა ჯერა ნებისმიერი ადამიანი რომელიც უფლის ძალზე დგას წვენ ძლიერად უნებრივია რომ უკვე უფალი მათ ეხმარება ჩვენს ანალოგიურად არაფერს არ ვაკეთებთ, ვიყვებით უფლის გზას, უსასყიდლოდ ვეხმარებით ადამიანებს იმაში, რომ რეალურად დავეხმაროთ, თუ კი მათ რაიმე საფრთხეები ემუქრებთ. დროებით მეგობრებო და ჩავერთვებით, თუ გაქვს ამე დასამატებელი დამატება. არაფერი, შვიდობთ. კეთილი, მომდევნო კვლევამდე. მომდევნო კვლევამდე. ნახვამდის.